ლაშა ბასლანძე, რომელიც რესტორან ქვევრში მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებს, წუხელ პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა, თუმცა არ დაუკავებია. ჩინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. ბასლანძე განყოფილებაში თავის ადვოკატთან ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა 6 სექტემბერს მოხდა. ბასლანძეს რესტორან ქვევრში თავის ბიზნეს პარტნიორთან ზურაბ ტიბუასთან დაპირისპირება მოუვიდა. ჩხუბში ფიგურირებს იარაღით, საიდანაც როგორც ჩანს ჰაერში გაისროლეს. ფაქტის ამსახველი კადრები ტევ პირველმა გაავრცელა. ლაშა ბასლანძე ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია. დღეს დედაქალაქის მერმა დაადასტურა, რომ ბასლანძე მისი მეგობარია, თუმცა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ლაშას ვიცნობ, მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია, სხვა თემასთან დაკავშირებით არაფერი არ მინახავს, რა გითხრა? უნდა მენახა? არ უნდა დააკავონ? რა უნდა და ვინ უნდა არ ვიცი თემა მეთქი. ქვევრის მფლობელის შალვა ტიბუას ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე როგორც მეიჯარი არასრულებდა ნაკის რვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, რამაც ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა. ადვოკატი ამბობს, რომ მას სავარაუდოდ რესტორნის უკან დაბრუნება სურდა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთავიორმა ლაშა ბასლანძის კომენტარი გამოაქვეყნა. ბასლანძის თქმით, ვინმეს დაზიანებამდე საქმე არ მისულა, თუმცა დაპირისპირების დროს მისი პარტნიორის მეგობარმა ჰაერში იარაღი გაისროლა. ის ამბობს, რომ არ აპირებს მეორე მხარის გასროლის გამოუჩილოს. მისი თქმით, მომხდარს და დაპირისპირებული მხარის მოქმედებებს თავად სამართალდამცავები შეაფასებენ.